დღეს ამ ვიდეოში ვიყიდი Spooky Spike-ის skins. მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი Brawl Stars-ის ვიდეოთი და არის ძალიან მაგარი ამბავი. მოკლედ გამოვიდა Blink-ების shop-ში აი ესეთი ოფერი, Mythic ოფერი, რომელიც 11000 იღებს და შეგვიძლია ბევრი სხვადასხვანაირი სკინი ვიყიდოთ და გადავწყვეტ ერთი კონკრეტული ვიყიდოთ. ძალიან ბევრი ლამაზი სკინებია, პენის აი ეს თავგასიებული პენი, ასევე არის ფემი და ასე შემდეგ უამრავი სკინი, მაგრამ მე ძალიან მინდოდა ყოველთვის აი ეს ძალიან მაგარი სკინი. Spooky Spike ქვია, მე მგონი თუ არ ვწდები, რომელსაც player icon-ი მოყვება და ერთი სუში რაღაცა box-ის გახსნა, ამიტომ არ დავაყოვნებ, ვიყიდი რა თქმა უნდა ამ skins, გავტესტოთ შემდგომში solo showdown-ზე და გავიგოთ ღირს თუ არა 11470 Blink-ის დახარჯვა ამ skin-ში. პირველ რიგში მინდა გთხოვოთ მთელი გულით, რომ ეს ვიდეო ავიყვანოთ 150 ლაიქზე და ასევე გამოიწვევთ არხი, რომ იქნებ ავიდეთ 14 ივლისამდე 15000 გამომწერზე. ვინც არ იცით 14 ივლისი არის ჩემი დაბადების თქვენ კი დაწერეთ თქვენი დაბადების დღე როდის არის. და უკვე მეგობრებო, შევიძინოთ მოდით ჩვენი სკინი. ჩვენი სკინიც უკვე ნაყიდია, ჩვენი Spike-ის სკინი და ეხლა მთავარი დავაყენოთ რა თქმა უნდა Spike-ის სკინი. შევიდეთ solo showdown-ზე. დავიწყეთ მეგობრებო solo showdown-ი, რომლის მოგებასაც იმედია რომ შევძლებ. ხშირად ვიდეოში ხმა აგვიანებს ხოლმე კადრთან დაკავშირებით და ზოგს გონია რომ ხმა დადებული მაქვს. არასდროს მეგობრებო, ძალიან იშვიათად თუ ვიდეოს ხმას ვადებ ხოლმე, უბრალოდ არ ვიცი, ან ინტერნეტი ჭედავს ხოლმე, ან თვითონ ტელეფონი ჭედავს, ვერ გავარკვიე ჯერჯერობით და ხანდახან რამოდენიმე წამით აგვიანებს ხოლმე ვიდეოში მომენტი ხმასთან დაკავშირებით, ან ხმა უფრო ადრე ისმის ხოლმე, ან მაგალითად კადრები უფრო ადრე ჩანს და შემდეგ ჩანს უკვე ვიდეო. აქ ედგარი არის და უნდა გავეცალო რამენაირად, მაგრამ მე მგონი გამომირაშავს და ძალიან ცუდად გვექნება საქმე თუ გამოგვირაშა. დავიწყეთ მეგობრებო მეორე მეთში. წინა მეთში იმდენი ვისაუბრე ეფექტებს არ დავაკვირდი, ეხლა ვეცები რომ დავაკვირდე. გამოვიყენოთ სროლა, რა თქმა უნდა ის რის ჩვენ ფუფუებს, კუკუებს რომელიც თან რაღაც LGBT ფერი მიყვება, რომელსაც რა თქმა უნდა არ ვემხრობი. ცისარტყელიანი პუპუებს ისვრის ერთი სიტყვით ჩვენი Poop Spike-ი, რომელიც რა ვიცი, რამდენად გაისკენია თქვენ გასაჯეთ. მაინც ნორმალურია და მე ზოგადად სკინები მიყვარს, ბევრი სკინები როცა მაქვს Brawler-ზე და ზოგადად Spike-ზე ბევრი სკინები მაქვს და მინდოდა ეს სკინიც შემატებოდა. არ არის სუდი სკინი მართლა, მაგრამ 11000 Blink-ი რამდენად კარგი ამ სკინისთვის არ ვიცი, ცოტა ძვირია. ნუ რავი, მაინც კმაყოფილი ვარ, თავის ფასთან შედარებით კარგი ეფექტები აქვს. ავიწიოთ, მოდით ზევითხარეს, იქნებ ტოპორში მაინც გავიდეთ, რადგან ტოპერში არ მგონია რომ შევძლო, რადგან აქ ედგარი არის რამდენი 13 power cube-ით არის ჩვენი ედგარი, რომელიც ახლა უკვე გამომირაშავს და მომკლავს. ნახო, დაველოდოთ და შემდეგ უკვე Brawl Ball-იც. კი, მოგცა და Mythic-ი მეგობრებო. Legendary ხო არ ხადაობ 2 წამით და ამოგვივიდა El Primo's Star Power-ი. ესე უცებ უეცრად ვიდეოში. და ჩემო გამომწერებო დღეისთვის საბოლოო მეთში, რომელსაც ვითამაშებთ Brawl Ball-ი. ნახოთ შევძლებ თუ არა მოგებას, ვეცები ყველანაირად რომ მოვიგო და ვიდეო მოგები დავასრულო რა თქმა უნდა და ედგარმა აღარ მაცა და კარგი შეტევა. არ ვიცი, მეორე გაჯეტი ხო არ ჯობია ზოგადად Spike-ზე, აი თავის ეკლებს რო ფანტავს, ხშირ შემთხვევაში ის უფრო კაია ხოლმე. Doggy მოდის, რომელსაც იმედია მოკლავენ ახლა ჩემიანები, თორე თავის სუპერის გადამკიდე, მერე კიდევ გაცოცხლდება და რა ხდება? კარგი რა, ულევი სუპერი აქვს, მე მგონი რამდენი სუპერი გამოიყენა. სამწუხაროდ პირველი გოლი გაგვიტანეს, რაც ძალიან ცუდია რა თქმა უნდა. ვეცდები ახლა რომ უფრო დაკვირვებით ვითამაშო. ბაირონი ეხმარება ძალიან, ბაირონი იმენა ყავთ კარგი მოთამაშე, რასაც ქვია თიმში. წავაგეთ ეს გოლი, მაგრამ არ მინდა წაგები დამთავრება, კიდევ ერთი Brawl Ball-ი უნდა ვითამაშო, სხვა გზა არ არის მეგობრებო. და გადმოვედით მეგობრებო საბოლოო მეთშზე. სულ რომ წავაგო მომიწევ საბოლოო მეთში იყოს, მაგრამ ვეცები რა თქმა უნდა მოგებას და იმედია რომ მოვიგებ. ნახოთ, ავიწიოთ ზევით ამ ხარეს აქეთ. ნახოთ, ედგარი მოდის. ნახოთ, მე მგონი რომ ედგარს მოკლავენ, შევიდეთ ეხლა და წესდარიგით შეიძლება გოლიც გავიტანო და კი მეგობრებო, გავიტანე ძალიან მარტივად გოლი და მე მგონი მოვიგებთ, იმიტომ რომ ბოტი მოთამაშეები არიან თუ არ ვცდები. ნახოთ ზოგადად როცა წაგებ ხოლმე ეგრე მაღალ თასებში, მე აი
100%-ით გაგდებს ბოტებთან ხოლმე რომ რაღაცნაირად ასები ამოქაჩოთ და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იმიტომ შემოიტანეს რომ ჩვენ მუღამი არ დავკარგოთ წაგების მერე ბრაულერ საკაჩვის და ესეც ასე მოვიგე ანდერდოგი დაემთხვა და ძალიან კარგად მოგვიმატა თასები ესეთი გამოვიდა მეგობრებო ჩვენი დღევანდელი ვიდეო რომელიც იმედია რომ მოგეწონათ და იმედია რომ ისი ამოვნეთ მინდოდა კარგი ვიდეო გამოსულიყო და იმედია რომ გამომივიდა ძალიან გთხოვთ დაალაიქეთ ეს ვიდეო ასევე გამოიწერეთ არხი და მეგობრებს თხოვეთ რომ გამოიწეროს ჩემი არხი რომ ავიდეთ 15000 გაუნწერზე რამენაირად მე კი დაგემშვიდობებით ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში